გუდაური ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება ზამთრის ერთ-ერთი პოპულარული კურორტის განსავითარებლად 31 მილიონი ლარია გამოყოფილი. გივი კუჭავას სიუჟეტი. გუდაურის ზამთრის სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება. კურორტზე ახალი პროექტები იწყება გუდაურის კიდევ უფრო მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილად ქცევისთვის. პროექტის სათხილამურო სივრცის გაფართოებასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. გუდაურს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომ იყოს არა მხოლოდ საქართველოს ან რეგიონის მასშტაბით, არამედ ევროპაში და მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთი საუკეთესო სათხილამურო კურორტი და შესაბამისად აუცილებელია, რომ 21 საუკუნის ტრენდებს ავყვეთ. ახალი გამოცხადებული ობიექტებთან ერთად ნელ-ნელა განვითარდება გუდაური. ორი სასრიალო ტრასა ხელოვნური გათოვლიანების სისტემით აღიჭურება, რაც ზამთრის სეზონზე სტაბილური სათხილამურო პირობების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს. განვითარდება სნოუ-პარკის ინფრასტრუქტურაც. მოიწყობა ორი ახალი ბიგელის ტიპის საბაგირო, რომელთა საერთო სიგრძე 1400 მეტრია. პატარებისთვის დამონტაჟდება გადახურული მოძრავი ხალიჩა, რაც სასწავლო ზონაში გადაადგილებას უფრო მარტივსა და უსაფრთხოს გახდის. იგეგმება ორი ტრასის, ჯამური სიგრძის 7500 მეტრის გათოვლიანების სისტემით აღჭურვა, ასევე იგეგმება სნოუ-პარკის არეალში ორი ახალი საბაგიროსი, ბიგელის ტიპის საბაგიროს, ჯამური სიგრძით 1400 მეტრი და ასევე 200 მეტრიანი მოძრავი ხალიჩის, გადახურული მოძრავი ხალიჩის მონტაჟი. ასევე იგეგმება ძველი საბაგიროების, ხადასი და სნოუ-პარკის დემონტაჟი. 2026-27 წლის ზამთრის სეზონზე კურორტს ორი ახალი სასრიალო ტრასა შეემატება, რომელთა საერთო სიგრძე 6 კილომეტრი იქნება. ტურისტული შესაძლებლობების გასაფართოებლად ახალი გუდაურას ტრასა ღამის განათების სისტემითაც აღიჭურვება, რაც დამსვენებლებს ღამით სრიალის შესაძლებლობას მისცემს. ყველა ახალი ინიციატივას, რომელიც გუდაურის და ნებისმიერი კურორტის განვითარებას ეხება, რა თქმა უნდა, მივესალმებით და ყოველთვის ეფექტი აქვს ხოლმე ძალიან დადებითი. ღამის სრიალი განსაკუთრებით პოპულარული არის უცხოელ ტურისტებში. თავისთავად ცხადია, კიდევ ერთი პლუსი იქნება კურორტისთვის. გუდაურის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება, რომელიც დამსვენებლებს წლის ნებისმიერ სეზონზე მასპინძლობს. ახალი ინფრასტრუქტურა კი უნიკალური ადგილის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის. გუდაური ძალიან შემიყვარდა. მომეწონა აქაური ხალხი, მთები და ბუნება. მართლა ძალიან ლამაზი ქვეყანაა და ყველას ურჩევდი აქ ჩამოვიდნენ. ვეძებდი ისეთ ადგილს, სადაც ამ პერიოდში გრილა, ზომიერი ტემპერატურაა და სიმშვიდეა. ასეთი ადგილი ვიპოვე, ახალი გუდაური. აქ ყვავილების საოცარი მრავალფეროვნებაა, ულამაზესი ფერები, სუფთა ჰაერი. ძალიან მომწონს და კმაყოფილი ვარ. დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტები პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ხდომაზე გუშინ დააანონსა. გუდაურისთვის 31 მილიონი ლარი დაიხარჯება, სამუშაო 15 დეკემბერს დასრულდება.